თუ გენდობიან. ატომოლე? დავიწყოთ ხან ინა. ბატონო. მოიძ ვიო სამო. იმის შეიძლება ჩვენ ყურადღებას უკვე ნუღარ გვაქვს. აი, რა ვიცი, ალბათ ჩიგნითაც თუ გადაიღებ თუ არაფერი არ. ჩაგი. ავასწორე. დააყარე, თქო მომიწო. აუ, სანამ დააყარე, კიდევ ერთხელ ჩადეთ, შენ შემოგვიყვე რა. კი ბატონო. ამე იყო და არ მარავს, უნდა მოგწეს ამ. ჩაგი. უცბად ვერ მოგწეს მაგრამ. ეს ნახე მაგდა. ისე ეგ პრობლემა მაქვს ეს თავარი და იყო რაღაცა იყო წყალსიხლე მოამზადი. ჯერეს ჩარდი. ეს ეგრე გამოუწვის სპეციალურად მიტასთან კონტაქტი რო იყოს რა. აქეთ გადმოატრიალდი ეს. ასე? ო, აქეთ. გინდა იქით რა, როგორც გინდა ჩააგდე. ეგრე დააცა ცოტა დააყარე და წყალი მარილ წყალი დავასხადე. აი, მაჩა იყო ფეთი. ო. არის უკეთში? კი. ურეთა მოვლე. ყველა ჩას ხასტა რა? ხო, ეს მიახმოსკი, აგიდი. ეს რადიატორია. იყო, ნორმალი. იქრუდეს ის ჩაყარე და იმას ხილი. კიდე დაუსკი და წალი მოიტანა. წყალი მაგას არ ზედეთი არ მოვიდა. ხართ. მარილა წყალი ზედეთი არ მოვიდა. ბატონო. იყო. ხარ. ძალიან ხლა. ოცარი წყალი დავუწყოთ. ისო აქ დააღწია ეს აქვს. ახლა დავაცხადე მე და ბაკუს. ახლა დრო რო იმას ქნა, ამისთვის საგვარესია ეგეც. მე კაცო. მოდი ჩვენ მოდი. საკმარის ციგნება რა, წამოიღე კიდე ერთი და ეხო რა. ზემოდან დავასხალწე. აიტა და ის მოხდა. არჩევ წყალი იყო. იდე რა. თუ დამაგდე. აბა მაგის ამომგები მე აღარა ვარ და. გაფუჭებული რადიატორია. დასი. შუაში. დასი. ეს ტიკა დატოვე რა, წყალი დავლიო რა, მე არ არის. არა ბიჭო, მარილიანი. არა, რა გინდა? დაუშვ. შო, მორჩ. მაგიდა რა. ეს აკუმულატორისთვის ეს დამტენია. ჩვეულებრივი. დიოდების ხიდი და
ტრანსფორმატორი მეტი აქ არაფერია, იმიტომ რომ ეს მაინც ყველა შემთხვევაში იქნება მოწყობილი და იქიდან ვნახოთ რა მოხდება. ეს ცოტა იქით გადავდგათ მაშინ. არა, იქით გადავიღოთ. ვიდი. აგერ დავდგათ. აი გამოსულა. შერეკულებს არის. ავის პრიბოეთ არის მოსული. ო, არა, ეგრე ერთია მაგრამ ბატონო. ნატურალი ჩამოიტანა. არა, ფილიქში უნდა ვნახოთ აი პოტენციალთა წყობა. არსებობს თუ არა დამიწებასა და ემადაპროვაციას. კი ბატონო, ეხლა რა ვქნათ? აი ეს არის კაბელი. დავაგრძელოთ ის რომ როგორ მიწევთ ამ უნდა მიწევთ იქ. რაცა? აი, იმას? არა, დააგრძელოთ რომ მივიყვანოთ. ხო იქ უნდა მივიყვანოთ. სხვანაირად ვერ გასვენჯოთ, ხო? ახლა ბავშვ განაეწირა ხუთი. კარგია. უხომეთ. აი, რამისად უხომეთ. ო, კარგია. კარგია. როდესაც არასწორს ტრანსფორმატორში იყოს ეს სიმეტრიული დატვირთვა. ამ დროს სიმეტრიული დატვირთვა ნულში ხდება და ეს ნულში გამოვაძენ მიდის მიწაში. ინა შტატები. კარები დახურა, გამოვარდა ჯარი. საღალი შეგდებულია. ჩვენთან რაღაც ნაცი. რა გამოვარდეს მე? თითო არის თითო კილოვატი. ნახე. ორივე მეორეც ნიად. აი ეს იმია. აუ. Tot es în tabla ce are. Сюда вот хия. ეს ვოლტია თუ მილივოლტი? არა, ვოლტია. ვოლტია. აბა დაბალზე დააკეთე. არა, ეს მუდმივია. სულადით არის. ეს მუდმივია. მუდმივ მდგენელი. კიდევ ერთხელ ბატონო, მეცობაში დავასკვნე. აი რა. აქ ახლა მე რო დავეჭირო ეს ხელში ალბათ მაშინაც იქნება. რა. ნუ ახლა მეტყვი. ნუ ახლა მაგას ვერ 6 ვოლტის არაფერი არა. ტევადობითი აგი არაფერი. მაგი არაფერი. იყოს. ლება ეს მოხეტიალებს ვიღებთ და აი მაგის ბრალია დავუშვათ რომ მუშაობს ეს დანადგარი. მე მომკითხებ პირიქით. საწინააღმდეგოს. არავით არის მორბენალი ველები და არავით არის დანაის ბუზდაიში თუ. აქ არის ერთი რამე, ვიღებთ ენერგიას აი ჩვენ გარშემო სიცხიდან. ეს გახლავთ ტესლას პრინციპზე აწრობილი დასრულს რომ მინდა. ესე გასინჯული გვაქვს ყველაფერი, ყველა რაც კი შეიძლება და საზომი ხელსაც პროინიტი 500 საიდან ამოვიღებთ, მეგავატ საიდან ამოვიღებთ, მაგრამ ჩვენ მანამდე ვიყავით ჩუმად, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცოდით, შევძლებდით ამ სიმძლავრეებზე გასვლას. მაგრამ როდესაც უკვე დავიჭირეთ კანონზომიერება კილოვატიდან 100-მდე, 150-მდე, 200-მდე, უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ნებისმიერი სიმძლავრის მიღება შეგვიძლია საწყისი ენერგიის წყაროთი. მე უკვე თვითონ მუშაობს თავისივე გამომუშავებულ ენერგიაზე. პრაქტიკულად არის პერპეტუუმ მობილე. ნუ ახლა პერპეტუუმ მობილეს ნუ დავარქმევ, იმიტომ რომ ეს აი ახლა დღევანდელი გაგებით შეიძლება დაარქვა, მაგრამ რა ვქნათ ბატონო,
დავიწყოთ, ჯერ ვადიმაზე წყალგანდალის მოსეს მოხდა. კი, აქ თუ ნაბერწკალი არ მოგწოთ, ხვილი ელაპარაკი. ძაღლი არ გამოვარდა. ეს გახლავთ გარდამქმნელი 12 ვოლტს გარდაქმნის, მუდმივდენს გარდაქმნის ცვლადინა. მაქსიმალური სიმძლავრე აქვს აგერ 400 ვატი. მეც ამისგან ვერ ავიღებთ. ნუ ყოველ შემთხვევაში დანარჩენს უკვე გაზომვები გვაჩვენებს, რა. ავიცი. ესენი მია მუდმივ ცვლადად. ეს ჩვეულებრივი ამბავი. ეს ნატურები. მოლოთი გადის ერთადერთი ის არის რომ ხანდახან ხანი მე მოუშვიდა დაკეტეს საჩვენებლად. არ გაიგო. ხაერში გინათი რა? ათი ეგეც არის. აბატონო. ზია, მე როცა დაიჭირი ამის ჩავთავ ესეც და კოტე დაიჭირი აკუმულატორი და თუ არ ეს საერთოდ ეს ხალასტოა. δεν მარინოს კაც. ისინი ცხოვრობენ გვეწია. ლამპოჩკებიც გია. არ გინდა გაცვენი ესე. წავიდა. ისკა აჯე გადააღებინა რა. ისკა. ნელა თემ გეჭირი. ეს გეჭირ მომდრე. შო. დავდით. ჩათ. ჩავთვათ? ჩათ ტარა. ყველაფერი არის არის. 5 კილოვატი. რამდენია? აქ არის 0.3 ამპერი. ეგეც განააღებინეთ მე. დააფიქსირებ. ეხლა მომეცე 22 იდება რა. ევაზან თენგი. აი ესეც გადაგავზომოთ 20 თემის. აი აქ რომ გადაიღოს რამდენი მიგვაქვს. ნელა ის. ნო თამაშობს რა. მე თვითონ დააფიქსირე. აი ყველა საკუთარ დამოწმება. ესე იგი ეხლა გამორთითებო. გამორთი. ხელი მოხდა ვენტილატორში. აი იმათო ხელი გადაატარე იმათ. ეს ჩვენ იმას ბოლომდე ვერ ვიტყვით, ასე არ გადაგიქცა. შეიძლება მეტი იყოს 5 კილოვატზე. აი ერთი წუთით. აქ არ გავსინჯე ჩვენ ეს ძაბალობა ჩვენ არ ვიდა რა. კი ბატონო. ჩავთვალოთ. აი ერთი წუთი ეს წუთი. ჯერ ჩართე იქ. ის ჩართვა გარდა. ეს 220 ვოლტი იყო იგივე. იქა და 220 გამოდის. ჩავთვალოთ? კი ბატონო. დაიჭირე და რას ერთი წელი. აი აქედან გავსინჯე თუ არა. ზაბორს თამაშობ. მოაცილე მათი მაგვერცო. ახლა გავლენა აველებისოდა და აი ნატურასთან გაზომეთ. უფრო ადვილია. გასაზომათაც და ბოდი. ნატურაზე ჯობია ველც მოცილი. მოძრე მოსვა. აუ. ავდები. ურა სიცქია ხუჯო. ჩქარა ცოტა თორე. მოდი. გაიხლა. რაღაცა შორმეlis ძალიან. რამდენია? ამას ამას ვთქვა. არა, ველი. არა, ველია მაინც. ველი. ნუ ყოველ შემთხვევაში 400 იყოს დახეთქა. არა, 400 არა, 200 არის. 220-ია, 230. სიჩირე რა აქვს ამ ნებისმიერ რაოდენობას. აი, სიჩირი ზომია. რა ვქნა? ჩვენ ვიცი აი სინუგარებში ნახეთ იმას დაურეკეთ ეს მარტო ენერგეტიკაა. ეს არის ერთ-ერთი
ამ განარგალის მეშვეობით ამერიკას ვარ დახის რომელიც იფრაზის როგორც თენავი თებში ამ პრინციპს ამიტომ ეს არის ერთ-ერთი მიმართულება არანაირი მნიშვნელობა ჯერ სად არის ეხლა თავარია ამის მერე იქნება ეხლა კიდე დენის წყაროა ანგარში გადის ბერნი ამაში მოლდოვანია ის დამიტების არის ნატურების ნოლია. არა აფახუაში ერთად არ გახდება აი აფახუაში ერთად Не мешает, ну вот это. ნატურებისგან თუ შეიძლება? ნატურები გვაჩვენეთ რა კადრში. რამდენია სიხშირე? 50 დამიწება. ეს ეხლა 59 არა ეგ რო არის ნატურა არა იმჩებოდა ეგ ნატურა მაგ მიერთებული 59 და რაღაც მაგრამ თავის სქემაში ჭირდება მაგას რომ ნატურა დაუშვათ ონკაზე დამიწება ონკის ფერიდან არ მიგეცემ ათოთალი აფახუა ჩართული იგი მოდ პოტენციალი გავსაჯი მიწასა და იმას შორის რომ ეს არ ჩართული ახლა ხელდება შენ ტრანზისტორი. ეგ უკვე ტექნიკური ფაზა ტრანზისტორები რა უნდა ის აქ არის უნდა გამოუწეროთ სადღაციდან და ვეც ასწავლოს მაგრამ ამის გაციების სიხშირე ნორმალურია ხო ეხლა რა უნდა გავზო ტექნიკური ჩართული გამოცდილების დაუყენებლად წერმართუნახეთ რომ პოტენციალი არ იყო მიწერ გადის და ხო აი გავსვენ პოტენციალი რამდენად შეიცვალა რა ბავშვი ბოტო აი ჩართულზე რა მაინტერესებს რა ეს თქონდა ეჭვი რომ მოვიდა საერთოდ ჩაერთო ეს გოჩი არა ფაქტობრივად არ შეცვლილა არ შეცვლილა არ შეცვლილა გამოდი ახლა ეხლა არა გადაიღო ეს არის კოჭა და დიოდედის ხიდია გამართვეჯა სულები მაგ არაფერთან კავშირი არ აქვს მაინც მინდა ამოვიღე პარკში ჩვენ ეხლა რა ხდება ამასაც არის დავწეთ რაც მაგ არ არის პრობლემა ეხლა ჩვენ ვიგეთ ერთი რამ მიღებული რა თქვა რამდენი ენერგია გვაქვს მოდი ჩავთოთ დამტენი ჩვენ მიღებულ ენერგიაზე და დავიწყოთ აკუმულატორის დატენვა ეს ხო უკვე მის მუშაობის ხანგრძლივობას გაახანგრძლივებს რა ნახოთ რა და იქნება ეს ხო შეგრული წერეთი ო წერეთს ვკრავთ რა მოკლედ ეთემოთ $3 ხა თავაშურდა მაგრამ სიხშირე მოვაშორა. აი იყოს რა გინდა არის რა პლუსი და მინუსი არა ვიცი მოვაბიზე ობულია დავწეთ ეხლა ბატონო თენგის გავზომოთ ისევ თავიდან რა მიგვაქვს რას გვაძლევს და რა მიაქვს მოდის და დამტენს რა მიაქვს რაც იყო რა იგივეა რაც არის სამი ამას მე აქვს 310 ამპერი მიაქვს დამტენს და აქ არის რამდენი იგივე რაც იყო რა იგივე რაც ეხლა მოვიდა ერთი აზრი მოგვივიდა თავში ეს თუ ამას ტენის აკუმულატორი მოვაცილოთ რა ამოიღეთ ახლა გადადაიღე ყველა სულ გადადაიღე რა ჩარგია Namuchis preobrazovатель. არა ფერი აღარ უნდა ეს დანადგარი. თავის მიღებულ ენერგიაზე მუშაობს ეს არის პერტატული მომენტი ხო, ხო, ცოტა ხანი გეჭირდება.
დასავლეთ პერპეტო მომდევნო და თავისთავად გამუშავებდა და უცხოეთი. არას. გამორთი. ერთი წუთი რა. გააციებენ და ისე. ხურდება გამოსასწორია. ეხლა ჩვენ რო ეს დავძრათ ადგილიდან. ან ქსელიდან უნდა ავიღოთ ცოტახანი ენერგია, ან ისევ აკუმულატორი. ისევ ამუშავდება თუ გინდა ვცადოთ რა. რა გაიცნო? ასე იგი თავისი ცვალებადი არ არის სტაბილური. არ არის. იმიტომ რომ გასწორება ჭირდება. იმიტომ რომ მანდარი უკვე არ იცი. კი. აბა ვნახოთ. შენ და ამაზე ტრანსფორმაცია. ა ბატონო, მივიღეთ. დია ლამპოჩკების 60-ით. არ ეხლა შეგვიძლია ხო. ესეც ისევ მოვაცილოთ და ნატურები წამოწიეს, ხო? ა ბატონო. ყველაფერი ხარ. გამოიწია. არ საიდან არაფერი არ. არ გაცხელდეს ერთი გამორთება და ეხლა კრანის მაგურათი იმაზე გადა. ახლა დამიწებაზე გადავიდეთ. შეიძლება გამორთე. როგორც იყო ეს როგორც იყო ისე და უბრალოდ ამას გადააყო. ეს ხო, არ გინდათ რა ეს ზედმეტი არა, მიადი, გიამბო. მაგი ხო იყო წეგან სადღაც არა ამ სულ. არა. მარტო ის კონტური გაუძლებს 5 კილოას. არ მოხსენს 5 კილოას არ ვერ გამოვხაჩა ვიქინა თუ გამოვხაჩა გაუძლებს რატო არ მოდი გავუძლებს რამდენიმე ნატურა მოუშვათ ზედ ო აი ნელ-ნელად იმიტომ რომ მე ხლა ვაპირებდი ერთ რამეს. თვითონ დანადგარი დავერცხ ყოფნა, ძალიან პატარა. აი ამას რამდენი ეყოფა თორე მაგ მაშინ მოუშვი. ეხლა ხელი იქნება ჯერ ხელი არ დაიწო ცხელია ჯერ კილოვატ აკუმულატორი არ გვინდა. აი სამაგნეა რა პლუსია ეგა. ხო, თითოეულ. შეხება და უბრალო კანონია მაგას ჩავხა. ჩათები ისრა არის. აბა ვნახოთ. აი ბჟუტავს არა ნუ ახლა ვერ წამოიღდა ეს გავდეს ვარ ისიდან ვერ წამოიღდა. ესე იგი ამითი დავამტკიცეთ ერთი რამე, ჩვენ მისიდან დღეს არ ვიძახთ. აი ბატონი, ედა, კენგიზი ახლა კილო არა, არა, აქ ჯამურს უჩვენებთ, ამიტომ ჯამური 3 ლამპოჩკა. ვამპერია რა, ვამპერია. ესე იგი, რასაც შეძლებს გამ აი ნახე. გაბიბი ვასიძო? ხო, გაბიბი ჯობია ქვენია. ედი. მეცა. მოი. ვერ გააჩვენე ის საზღვარში თამაშობს, ვერ გაიგე, თამაშობს. ველია, ველი. ვერში. არა, კონდენსატორია და ვერ სინჯავს. შეიძლება იქ იმხელა ისკრა მაინც ფონი შემოიდგა. აი ახლა ვნახოთ მეორე ვარიანტი. ეს დაუჭიროს და მოხსენდა თავიდან დაუჭიროს. მოსავალ კონტურს კაი მიწა უკეთდება და ის დანადგარისას ის ყოფნის აი ეს გამოვიგოთ, აი ცოტა ახლა მოიწა. სტოლი საგა. თუ დამთავრდა და ახლა მოუჭირე მაგას. ისა დავწქენი რა. აგერ არ დავძე. არა, ეს ხარში კიდია პრინციპში. ეს უკვე ხარში, მაშინ ეს უნდა გაუშვა იმაზე. არა, რატო ეს აიღებს აქედან, ეს ხო არ არის იმ ხელაზე და მოშინი და 1 ამპერი მიაქვს, შეიძლება აიღო. აი გავშინჯოთ ეგეც იყოს რა. იყოს ეგ არ შეუშლის კაცს.
ამის გადაღება, ესა დაფიქსირება და პრიორიტეტია. მასაც მე დავიჭერ მაშინა. აჰა, ჩავთოთ? თუ ჯერ არა. ცოტა ხევი ჩამოწევთ შეგიძლიათ. ჩათითო. ის კრა არის. ის ვერა გაგდაჭერა. მოუჭერე გია. რა გინდა 200. აი როგორ გასკასებს. 200 ვატი ის მოწევს. იმასთან ახლა იქა. ორივე მასა გვა. მაშინ მე უნდა დავდო ისა. არა. ეს მასაა, ეგეც მასაა. მაშინ დამტენი აქედან არაფერს არ აღებულა. არა, ეხლა აი ვნახავ ახლა ძებულობს. კლეიმ ახსენით. და ზვიად კლეიმ აკურატად ახსენით. თუ დატოვა, ესე იგი მორჩა. მუშაობს, დამტენი მუშაობს. იმენა აი ეს გადასწრა. ეს მარტო მასაკო არა. აკუმულატორი. ეს იგი იქში ხო რაღაცა საკითხი. შიკი აკეთებს. ხო და აი იმისა და ეს არის წითელი. ეს მინუსი აქ დავსვა. აი ახლა ჩავთობ, დაჭი. დაჭი. მოხსენია რა. დაიცი ჯერ დაიცი. ეგეც დადეგ დაბლა. მოაცილეთ აკუმულატორი. დაბლა. აგი ნატურები ანთია. ეს არის გამოთვლილი. აჰა, ჩართული. ეხლა გავზომოთ ესა. როდის მოცილებულია? ამიტომ მაგრამ იქ დავთვებ შეხედავს ამას ის ხალხი რომელიც სიტყვების გარეშეც გაიგებს რა ხდება ვინც არის მეცნიერები მაგრამ ჩემნაირებს ჭირდებათ არა ეკი ამიტომ მე ყველა საკითხი Хорошо, мы как Скажите, пожалуйста, обычному обывателю, вот что сегодня вы показали? Вот почему это важно и вообще, что в этом нового? Обычному обывателю можно сказать, что сегодня они увидели установку, которую можно назвать приемником энергии с окружающего нас пространства. Мы увидели работу этого двигателя, установки этой. Ей нужен этой установки только начальная энергия, потом она работает на своей же выработанной энергии, без всякой посторонней, как сказать, помощи. Ну, сейчас я не знаю, как это можно определить или как сказать, но самое главное здесь то, что решается эта энергетическая проблема. Это автономная установка, которая сейчас дает нам 5 киловатт, берет 40 ватт, дает 5 киловатт. Но в принципе она уже потом ничего и не берет, потом на своей же энергии работает. Трудно предположить сферу, отрасль, где можно употребить эту установку. Эту установку можно употребить в электровозах. И не будут нужны эти верхние провода и по бокам эти
столбы. На кораблях, на машинах, на самолетах. И можно чуть-чуть дерзнуть и дальше пойти. Но это потом, в будущем. Потому что это энергия. Неисчерпаемая. Неисчерпаемая энергия берется с космоса. Окружающая среда наша уже пропитана этой энергией, Бог знает, сколько можно оттуда брать. Мы максимально взяли 200 киловатт. Ну, теперь мы можем просто смело сказать, после последнего эксперимента, когда мы 200 киловатт получили, сказали, что теперь мы можем принять любое количество энергии, взять с пространства. Ну, а остальное уже мы все видели, в принципе. В принципе, мы все видели. Вы говорите, что можно решить многие проблемы. А можно ли локальный грузинский энергокризис решить? Считайте, что кризис уже решен. Я рассчитал, например, что да, ну, в принципе, если правительство, я думаю, что должны они это принять, возьмется за это дело, максимум 1,5-2 года, и Грузии не понадобится никакая электростанция. Никакая электростанция, энергии будет навалом, да еще и будет продавать. Господи, еще сколько можно продать, я не знаю. Просто можно, как сказать по-русски, бюджет. Можно получить это как в бюджете прибыли только с этой отрасли, где-то раза в 1000 больше. Не говоря о том, что вся страна будет энергофицирована, электрифицирована. Можно ее употребить в оборонной сфере, потому что у нас горная страна, в горах это подавать электроэнергию, это, Господи, что... Поставить и установки, и все, свою энергию имеешь, не нужны ни провода, ничего. Но отрасли нету, чтобы эту установку, этот принцип не употребить. А сейчас, если можно, вот это расскажите мне, не как журналист. Да. Хорошо. Мы, значит, я дам аккумулятор. Вот как домохозяйки можно сказать одно. Вот есть у нас аккумулятор. Первое питание берем с аккумулятора. Потом уже мы переключились на зарядник аккумулятора. Включили зарядник на полученный нами ток. И начали заряжать аккумулятор. Но чтобы его не портить, нужна, так сказать, первичная энергия, и потом уже аккумулятор тоже не нужен. Выпрямитель, преобразователь. Но это можно сделать так, что прямо в установке уже все это вмонтировать. Понадобится первичная, хоть от аккумулятора или сети. Маленькая энергия, а потом уже получаете энергию, за что вы ни копейки не платите. Если вы его поставите дома, 5 киловатт, это нормальной семье, так сказать, хватает. Но можно сделать 10, да мы не знаем здесь потолок, сколько она еще даст. Только, ну, мы пришли на 5 киловатт и не уходим от него, потому что боимся, очень хрупкий сейчас прибор. Как говорится, в муках рожали его. Так что боимся. Но теперь уже его уничтожим. Скажите, пожалуйста, а блуждающие токи, какое имеет влияние и насколько важную роль играют блуждающие токи в вашем приборе? Одну секунду. У нас вопрос возник по блуждающим токам, которые находятся в Земле. Насколько важную роль играют блуждающие токи для вашего изобретения? Блуждающие токи для моего изобретения не имеют никакого значения. Я это сейчас не то, что могу, уже подтвердил во время эксперимента.
И это, по-моему, лучше всех скажет Батон Тенгизи Атуара, главный энергетик Политехнического университета Грузии. Вот он скажет, потому что он мне предложил, чтобы вот не думать, что блуждающие токи работают в этой установке, я их, вернее, так сказать, грубо ловлю, отдельно заземлили. Перед всеми контур сделали такой маленький, который хватает установки. И мы проверили, что никакие блуждающие токи я не беру с массы. Я же сказал, эта энергия идет с окружающей среды. Скажите, пожалуйста, как бы вы назвали ваше изобретение, ваш аппарат, и посвящаете ли вы ваше изобретение кому-нибудь? Или чему-нибудь, на самом деле? Я бы не обнаглел так, чтобы сказать, что это мое изобретение, но я кое-что нашел, правильно. Это изобретение Николы Теслы. И ему же и посвящается, потому что он такую жизнь прожил. Он столько для человечества сделал, а он сегодня забит просто. Спросите у многих ученых, по-моему, они его изредка слышали о нем что-то. Больше ничего. И вот ему и посвящается. Это его установка. Это его работа. Но он боялся того, что люди друг друга уничтожат. Если он дал бы эту установку 100-120 лет тому назад людям. Но он там же и говорит в своем последнем письме, что мое изобретение умрет вместе со мной. Почему вы так уверены, извините, что именно вот это изобретение, как бы начало, во всяком случае, этого изобретения заложил Тесла? Потому что я-то над его изобретением все работал, над его схемой. Я просто нашел резонатор, который автоматически регулирует резонанс между первичной и вторичной катушкой. Если не будет резонанса, вот как недавно я читал, из компьютера вытащили информацию про такого человека, его фамилия Мельниченко. Единственный человек, единственный материал, с которым я успел за эти последние годы ознакомиться, который точно пришел к решению этого вопроса. Он говорит одно: держите резонанс, и все получится. Он не дошел до трансформатора Теслы, он сам это говорит. Ну и взялся уже за работу, чтобы сделать эту установку. Но эту установку он сделает, по-моему, еще не скоро, но он очень близок. И, наверное, нашему правительству стоит об этом задуматься. Стоит задуматься о том, я не хочу сейчас кого-то оскорбить, но лжеученые его куда-то уводят. Не хочу больше отказаться от гражданства своей страны. И хочу уехать за границу. Потому что здесь такое творится, не поймешь. Я одно изобретение потерял. Я заставлял работать двигатель автомобиля на воде. Заливал воду, и оно работало. 4 года я ломал эти двери нашего бывшего правительства. Ничего не получилось, а потом вдруг, пожалуйста, здрасте, филиппинец то же самое сделал и патентовал. Я остался так. Сейчас под ударом это второе мое изобретение. Я его уже под удар не поставлю. Подойдите, пожалуйста, и покажите, поближе поговорите нам, расскажите нам о нем. Сколько оно может стоить, в принципе, как его можно сделать, чего вам не хватает. Возьмите чуть-чуть. Я, например... Вот этот ваш... Держите... Держите, вы сказали, держите что? Резонанс. Где ваш резонанс? Вот здесь и резонанс держится между первичными и вторичными обмотками.
резонатор внутри. Как раз это и является, как сказать, в данный момент секретом, потому что как запатентуется, конечно, потом откроется и все будет в порядке, но я до этого никак не смог дойти. Нет у меня тех средств, чтобы вот запатентовать эту установку. Продавать не хочется, но не знаю, или поеду за границу, там буду работать, и там запатентую, или я не знаю, но у меня времени уже нет. Еще один вопрос. Сколько вам надо средств для того, чтобы запатентовать вот ваше изобретение? Вот, честно говоря, я сам не знаю, потому что я не имел с этим, как говорится, дела. Точно не знаю, сколько стоит патентовать эту установку, потому что я должен... Да, где, в какой стране, у каждой страны. А в Грузии это стоит, например, копейки. Ну, тут надо, я не знаю, очень серьезно подумать и потом решить, чтобы здесь запатентовать. Это считайте, что патент. Ну, нет доверия к этому учреждению. Да, за границей это, может быть, и дорого обходится, но зато уже гарантированно защищено твое изобретение. Да. Ну, что у нас здесь? Установка, преобразователь, аккумулятор и выпрямитель для зарядки аккумулятора. А благодаря выпрямителю аккумулятор потом уже снимается. Но опять же сказал, это можно все в один корпус уложить и все, больше ничего. Будет одна вилка снаружи или две клейми, чтобы вот на аккумулятор или кнопочкой прямо. А сколько, в принципе, нужно денег для того, чтобы создать вот такой качественный агрегат, если можно сказать? Давайте я вам скажу так. Если не как сказать, принять во внимание первые экземпляры, если линию построить для производства таких установок, я вам скажу максимальную сумму, но она не должна стоить больше $400. Это где-то 700-800. Лари на наши деньги, а доллары уже около 300-400. Вот, скажем так, 5-6 киловатт. Но когда уже будет линия собрана, там не надо будет бегать, от кого-то скрывать свои секреты, и одну часть делать в одном конце города, другую в другом, еще думать, чтобы эти мастера друг друга не знали. Ну, это грузинский вариант, так сказать. Здесь, боже упаси, что-то проморгаешь и все. Руку оставишь, руку откусят. Вот это, да. სადღაც სამი ეგზემპლარი გაკეთეს. ჩაწერის შემდეგაც იქნება ის გეპეს დასკვნა რო აქვს რა, ის დასკვნა Эрла, მოხდა ესეთი რამე, ჩვენ დავწერით პრეზიდენტის სახელზე. Да, случилось сейчас такое, что мне написали предложение президенту Грузии, как он появился, Михаил Саакашвили, какая-то надежда появилась, что он... Подожди, надежда появилась, что вот он возьмется за дело, потому что это для страны как воздух нужен. Нужна эта установка. Он пришел, посмотрел установку и дал задание министру энергетики. 10 дней он ему дал, а после этих 10 дней прошло уже месяц. Но я не знаю, что ему сказали, какой ответ принесли президенту. Но я вижу, что они чем-то там в канцелярии заведуют. Ну, конечно, если это не будет вырезано, я даже скажу. Петр Мамрадзе такая личность. И меня извините, я не знаю, какой он ученый.
Он физик по образованию. Говорят, ну, физик какой? По какому направлению? По-моему, Астрофизика. астрофизика. Я ему очень популярно объяснил, что у меня есть свое образование. Но 27 лет тому назад я бросил карандаш. Когда-то был архитектором. Но сегодня я не имею права сказать, что я архитектор, потому что я отстал. И никогда не смогу догнать никого. Вот это я ему повторил в кабинете премьер-министра. Что я не могу, я говорю, сказать, что я архитектор, потому что я уже ничего общего не имею. Так что я не образованный, я ему говорю, человек, но ты какое право имеешь, когда сам говоришь, что 10-15 лет тому назад, как защитил, не знаю, докторскую, не знаю, кандидатскую, с физикой общего ничего не имеешь. Я с ним не спорю о вопросах управлением аппарата Шеварднадзе или канцелярской работой, потому что он в этом тупой. И не даю себе права влезать в эти дела. Он такой кордобалет устроил здесь, когда премьер-министр пришел, что я именно ворую из крана ток. Оскорбление было, ну, ужасно. Когда сам премьер-министр прошел по кабелю и дошел до крана, он ему сказал, там нет тока. Потому что я взял, намочил руку об кран и второй рукой об землю. Если там был бы ток, меня сейчас здесь не было. Но этот человек, не знаю, чьи его задания выполняет, он категорически требовал именно эксперимента в канцелярии. Именно специально, именно. Не то, что специально, это не игрушка с ним взять и ездить по канцеляриям, и кому что понадобится, ему там, подавать и на ладони, на блюдечке все приносить. Ну, насчет этого вопроса у нас разногласия. Я не знаю, что они сказали президенту, как сказали. Я знаю одно. Если эту установку потеряет Грузия, то львиная доля в этом лежит, так сказать, астрофизика Петра Мамрадзе. Львиная доля его, потому что благодаря нему Грузия потеряет эту установку. И отсюда исходят все блага. Скажите, пожалуйста, вам лично сколько обошлась вот эта первичная в суммах? Что вам обошлось? То, что должен был сделать, допустим, один человек, раз нельзя было это все, надо было быстро сделать. И разделили схему на несколько, ну, 2 десятка почти частей. И вот так разные, по разным местам собирал. Мне это обошлось, это где-то уже до 8 тысяч. Но когда я 200 киловаттный делал, я тоже это же все вот так вот. Или вот как нищий бегаешь, просишь, выпрашиваешь. Если дадут, хорошо, если не дадут, то дадут деньги, да, еще там такие претензии предъявляют, что вот, грузинский бизнес. Все, долю я сижу, да какую долю, где что, потом ничего не сделано. Скажите, пожалуйста, это ваш дом? Нет. Я на квартире здесь живу с семьей, потому что мы все продали, что у нас было. На эти установки, на эти... Ну, кажется, довели меня уже до ручки. И наше правительство, и многие ученые, которые категорически говорят, нас не интересует, потому что этого нет. То, что мы видели, этого, оказывается, нет. А как на это смотрит ваша семья? О, семья, это, извините меня, мне такое предлагали за границей. Наверное, сейчас пора за ум взяться и туда поехать. Что она чуть ли не каждый день за мной палкой бегает, что от чего я отказался. Ну, это, конечно, в шутку уже. Потому что от многого хорошего я отказался. И причиной этому было не то, что вот именно я хочу вот эту установку здесь внедрить, да. Многие ученые опять же говорят, что вот если это правда такая хорошая установка, то почему он не уезжает за границу? Там же его с руками ногами возьмут. Можно говорить что-то,
Ну, надо, по-моему, до того, пока мне сказать, подумать, что говорят. Не потому я здесь остался, что именно в Грузии хочу. Да, конечно, это тоже в Грузию хочу оставить энергетическую установку. Но что за ним стоит? За этой установкой идет цепь. Ну, так сказать, оборонного значения. Этого я хотел оставить у себя в стране. Я этого слова не должен был говорить. Но кто услышит про трансформатор Тесла, там уже любой додумается, что за этой установкой стоит. Я это сказал и президенту, и премьер-министру. Ну, я не знаю, там, что с президентом делают. Почему-то я верю, что он не знает правду. Не знает. მასაც ნახავდა კიდე ცოტა ხანს უკვე კამერები ბიჭები როგორ არიან დამალავენ ახლა ახლა მას დამალავენ თვან გადა ეს რა ოჯახი და საყვარელი საბადო Смотри, вот это. Работает про Тесла, вернее, все. И его заглавие беспроводная передача энергии Николы Тесла и Тунгусский взрыв 1908 года. Ну так это мне рассказываете, да? Да. Тайна моего изобретения умрет вместе со мной. Вот прочтете, и какое оборонное значение имеет, поймете. Потому что его скрывать уже... Я не знаю сейчас, что сделает наш президент. Ну, надо как-то до него довести. Я уже до него дойти не могу. Я хочу сказать вам, что это абсолютно открытая информация. Мы достали из интернета, я лично ему дал. Но дело в том, что абсолютно открытая азбука тоже, но люди некоторые пишут стихи, а некоторые даже читать затрудняются. Прошлое его изобретение создавали очень много вопросов, что вот он аферист, он сделал подводки, лазили под эти туда-сюда. Вот то, что сейчас у него есть, вот, он улучшил на основании вот этого. Понимаете? Просто человек нашел то зерно в этом, которое можно применить на практике. Больше ничего. Хотя Тесла это все обосновал теоретически, а потом взял и сжег свои исследования. Я вдруг и обратно веду. Ну, лето с чаком. Просто набирайте Тесла. Да. Ляху. И он выдаст вам все, что про Тесла там есть. Абсолютно открытая информация. Вот мое... Просто меня караван, Да, какого числа. И теперь вы уже... Не, не надо рассмотреть. И я бы хотел попросить нашего президента, чтобы он побыстрее рассмотрел. Вот говорите, что это? Это заявление министру юстиции Грузии, что я отказываюсь от гражданства Грузии. Это занесено 30 апреля сего года. А это уже в канцелярии
послали мне предложение, что есть такая установка, и, пожалуйста. Канцелярия написала на это, как сказать, департамент науки и технологий. Где он говорит, что зафиксировано многократное увеличение энергии. И стоит это государственного внимания. И они не остановятся теперь. Мне интересно, перед чем они не должны остановиться? И кто это они? После каждой демонстрации уничтожаться свое изобретение, а потом опять тратить деньги, чтобы создать. И почему? Чтобы не писать вот такие заявления в газетах. Вин гаитаца герити иарагис саидумло нахазы. Группа ученых пишет, что они изобрели звуковое оружие. И украли у них чертежи. Если я не буду его уничтожать, ну это глупо, с моей стороны будет. Им хотела сексуалитета резонатური თulis გამომავალზე რა სიხშირე გეკნება. არა, მე ისეთ თქმა მინდა. ჯერ პირველი ვარიანტი ხო გაქვს. დამიწება ჩვენში რო თქვა, ამას არ ჭირდება. არა, ამას არ ჭირდება დამიწება კი არა, რა ჭირდება, ხუნა პატარა კონტურის შევქმნით და ივანოვი ამისთვის ეს არის ბევრიც იყო. მე სხვა რამე მიგუჩა. არა, ეს არის ერთი იმაზე შუაწელზე ის ქონდა რეზონატორის მასა. Тогда магазин И что триллионы его? Вот да, это что шерсть через резонатор масса мицазежда. Мицазежда. უკაცრავად ბატონო. ბოლის ცოცხალაშვილი. მეცნიერების და ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამმართველოს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. ერთი წუთით. აქ არ გავსინჯეთ ჩვენი ძაბა როგორ შენარებია რა. კი ბატონო. თავთავად. აი თი გავსინჯეთ ხო. Самое главное здесь то, что решается энергетическая проблема. Это автономная установка, которая работает на своей же выработанной энергии. Без всякой
посторонней, как сказать, помощи. მოაცილეთ აკუმულატორი. Это изобретение Николы Теслы. И ему же и посвящается. Я просто нашел резонатор, который автоматически регулирует резонанс между первичной и вторичной катушкой. მაშინ მოუშვი. ეხლა ცხელი იქნება ჭირა. ესეც ისევ მოვაცილოთ და ნათურები წამოწიეთ. ყველაფერი ხარ არა საიდან არა. დამიწებაზე გადავიდე. შეიძლება ამორჩა. Группа ученых пишет, что они изобрели звуковое оружие. И украли у них чертежи. Если я не буду его уничтожать, ну это глупо. после каждой